მოზარდებში დანაშაულის შემცირების მიზნით განათლების სამინისტრო ახალ ინიციატივას ამუშავებს, განსაკუთრებულად რთულად აღსაზრდელი ბავშვებისთვის არ არის გამორიცხული სპეცრეჟიმის სკოლები შეიქმნას. ახალგაზრდული კრიმინალური სტატისტიკის გაუმჯობესებაზე მუშაობენ გენერალურ პროკურატურაში. ნიკა გვარამიამ მისი უწყებიდან წამოსული ინიციატივა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ბავშვის თითოეულ ქმედებაზე პასუხი მშობელს და სკოლის ადმინისტრაციას მოეთხოვება. მოზარდებს შორის გახშირებული მკვლელობები სასულიერო პირთა შეშფოთებასაც იწვევს. ყველასათვის აქტუალურ თემაზე გიორგი მოლოდინი მუშაობდა. ბექა მაღლაკელიძე 14 წლის მოკლულია საკუთარი სკოლის ეზოში. ეჭმიტანილია მისი თანაკლასელი. ნიკა ჩანქსელიანი 15 წლის დაიღუპა მისივე თანატოლის მიერ მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით. 16 წლის რეზი ფუხაშვილის არასრულწლოვნის მსხვერპლია. კრიმინალმა არასრულწლოვანთა შორის უკვე ზედაზღვარს მიაღწია. ექსპერტებს ბოლო 2 თვის მზარდ კრიმინალურ სტატისტიკასთან ერთად ჩადენილი დანაშაულის სისასტიკეც აშფოთებთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზარდთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაცემები ასე გამოიყურება. გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია არასრულწლოვანთა შორის კრიმინალის მოგვარებას ახალი ინიციატივით იწყებს. ინიციატივის საფუძველზე მასწავლებლებისა და მშობლების ვალდებულები იქნებიან პოლიციასთან ითანამშრომლონ და მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდონ. მასწავლებლები კი, რომლებსაც პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილი არ ექნებათ, საკადრისად დაიჯებიან. სკოლები, სადაც განსხვავებული რეჟიმები იქნება, არ არის საუბარი რაღაცა ციხეებზე და ინტერნეტებზე, მაგრამ სადაც უფრო ასე ვთქვათ რთული ქცევის ბავშვები იქნებიან და მათ სპეციფიური ასე ვთქვათ ზედამხედველობა ექნებათ, ესეც არ არის გამორიცხული. ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა უნდა ამოიწუროს. გენერალური პროკურატურის ახალ ინიციატივას არ წინააღმდეგებიან პედაგოგები. 23 სკოლის დირექტორი ნატო გაბოშვილი აცხადებს, რომ არც მას და არც მის კოლეგებს პოლიციასთან თანამშრომლობა არ გაუჭირდებათ. აუცილებლად მასწავლებელმა უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება თავად საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და თუ ის ვერ მოახერხებს რეაგირებას, მაშინ მან აუცილებლად უნდა მიმართოს ადმინისტრაციას. ჩვენ ერთად უნდა ავაშერებთ კანონიერი სახელმწიფო და აქედან გამომდინარე ეს აუცილებელია, რომ ითანამშრომლოს კლასის ხელმძღვანელმა, რომელსაც ევალება აღზრდობითი საკითხების მოგვარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში, ითანამშრომლოს ადმინისტრაციასთან და თუ საჭიროა პოლიციასთანაც კი. პროკურატურაში დღეს კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრეს. არ არის გამორიცხული, რომ რთულად აღსაზრდელი მოსწავლეებისთვის სპეცრეჟიმის სკოლები ჩამოყალიბდეს. განათლების სამინისტროში დღეს ამ ინიციატივაზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სკოლებში მოსწავლეთა კონტროლის მექანიზმები აუცილებლად გამკაცრდება. სულ მალე საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარდგინება ახალი კანონი ანტისოციალური ქმედების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, როგორც მოზარდის პასუხისმგებლობა იზრდება, ასევე იზრდება მოზარდის პასუხისმგებელი უფროსების შეიძლება ითქვას, რომ ძველი იმ კონკრეტული პასუხისმგებლობის გადანაწილებაში. ეს არის მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა მშობლები. არასრულწლოვანთა შორის მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სასულიერო პირებმაც ისაუბრეს. ეკლესიის წარმომადგენლებს ჯერათ, რომ მოზარდებს ყველაფერთან ერთად ღვთის სიყვარულიც აკლიათ. არასრულწლოვანთა მშობლებს თავიანთ დახმარებას თავაზობენ ფსიქოლოგებიც. მოზარდს უნდა დავანახოთ სიყვარულიც, უნდა დავაინტერესოთ. მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანი რომ კლასში ზის და მოსთხოვ სამაგიერო სიყვარული უნდა გაიგო, ჯერ უნდა დათესო, რომ მე მოიმკა ეს ყველაფერი, ხო? განათლების სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ახალი ინიციატივები სულ მალე კანონ პროექტის სახეს მიიღებს. მაშასე მოზარდების მკვლელობები ბოლო თვეებში კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ყველასათვის აქტუალურ ამ თემაზე შეაჩერებს ყურადღებას ღია ეთერში გიორგი თარგამაძე. სტუმრების ვინაობას იგი თავად გაგვაცნობს საღამოში.